რუსეთისა და მისი ხელმძღვანელობით შექმნილი უსაფრთხოების ალიანსის წევრების 2000-ზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობს სამხედრო წვრთნებში, რომლებიც ორშაბათს დაიწყო. წვრთნები ბელარუსის ტერიტორიაზე ნატოს წევრი ქვეყნების საზღვრებთან ახლოს მიმდინარეობს. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წვრთნებში რუსეთის, ბელარუსის, ყირგიზეთის, ყაზახეთისა და ტაჯიკეთის სამხედროები მონაწილეობენ. ორგანიზაციის წევრი ქვეყანაა სომხეთიც, თუმცა წვრთნებზე მას არ გაუგზავნია თავისი სამხედროები. იანვარში სომხეთმა რუსეთთან დაძაბულობის ფონზე უარი განაცხადა სამხედრო სწავლების ჩატარებაზე. ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ წვრთნები, რომლებიც 4 შაბათამდე გაგრძელდება, ითვალისწინებს ერთობლივი ოპერაციების მომზადებას, მათ შორის ბირთვული ავარიის შემთხვევის დროს შესაბამის რეაგირებას. სწავლება მიმდინარეობს ბელარუსის 3 რეგიონში, რომლებიც ნატოს წევრ ქვეყნებს, პოლონეთსა და ლიეტუვას ესაზღვრება. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სამხედრო წვრთნების მიზანი რეგიონში დესტაბილიზაციის შექმნაა. უკრაინის გაერთიანებული ძალების სარდალმა გენერალმა სერჰი ნაიევმა კი განაცხადა, რომ უკრაინამ წვრთნების საპასუხოდ გააძლიერა თავისი საზღვარი ბელარუსთან.